მოგესალმებით ახალ ბროების ეპიზოდში. ახალ ბროების ეპიზოდში. ამის ქართული და ამის გახსნა. აბა როგორ ეს? კაი. არა, უნდა მასწავლოთ, ეგრე ვერ ვისწავლე. ბროების ახალ ეპიზოდში. მოგასწავლით გაშვები. ხო. აბა? იმახსოვრებ? და რა გაცხოვება იყო? მე რა თქვენ რა ვთქვით? ბროების ახალი ეპიზოდია და არა ახალი ბროების ეპიზოდი. ანუ ბროები ხო იგივე ვართ. სხვები ხო არ არიან ბროები. არა, მესმის ხო ბროები ბრენდია და ასე. ვეძებთ ქართულის მასწავლებლობას. მიშასთვის. გოგოს hot job. 18+. ასე გამართაში. და აღარა სავალდებულო ქართული იმან იწოდეს ხო კარგად. კაი, მოდი იმპოსტერი ვითამაშოთ. ერთადერთი თემა არის, რომ ეს ვიდეო ამასაც ვიგებთ. ჯერ წინ არ დადებულა, ისე ვიგებთ რა. ანუ კომენტარები არ გვინახავს პირველ ვიდეოზე, იმიტომ პირდაპირ ვიგებთ რა. ამას დამატებული აღწერაში მიუთითოთ, მოდი ამ ვიდეოში უკვე კისასჯის ლინკი. და ვისაც 1-2 ლარი გენდომება, შეგიძლია კითხვა დაგვისვათ, გამოვუშვათ და სასმელს ვიგერეთ. ხო, რაც გაგიხარდებათ, გამოვუშვით კითხვა და ჩვენ ჩავსვამთ რა ვიდეოს ასასკეში, პირველი მაგით დავიწყებთ უკვე შემდეგ ვიდეოს რა. დავიწყოთ ახლა. ავაგუგუნოთ ჩვენი AI. ხო, ჩვენი AI მანქანა. AI მანქანა ავაგუგუნოთ, ვინც ნახეთ წინა ეპიზოდი, უკვე იცით, ხელოვნური ინტელექტი გვიკეთებს კითხვებს და რაღაც აპლიკაცია შევქმნით. რომელიც ძალიან მინდა რომ ჩაუშვათ და იმედია იმიტომ რომ პროცესორის ფული არ გვაქვს. იმიტომ რომ პროცესორის ფული არ გვაქვს, მაგრამ აპლიკაცია მინდა ჩაუშვათ. ხო. რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან მაგრა გააკეთეს, ხო, მაგარი კმაყოფილები ვართ, სიტყვები არ ვყავთ. აჰა, всё. აი, შეხედე ბიჭო, ახალი განახლება. მე აპდეიტებს ვაკეთებ. ხო, კაია. ნელ-ნელა, მე მეტავა აქ. და მიდის წინ, რომ იცოდეთ რა, მაგრა მუშავდება, თქვენამდე მოვა იდეალური, თუ მოვა. მონაკოში როცა სიმდიდრეს ვხედავ. ხოროწყო. ჯიმში. ჯიმში, ხო, დარბაზში. ხო. კაი, მოდი ახლა ვნახოთ, მთავარი კითხვა რა იყო? სად გზნობ თავს ყველაზე ენერგიულად? ხო. ეგრე გავიგე მე კითხვა, ხო. მე უფრო ვიფიქრე აღფრთოვანებულ. ხო, რაღაც ეგეთი თემა ვიგულისხმე. ანუ ენერგია და ძალა არ მიგულისხმია მე. ხო, მე ენერგია პირდაპირ მნიშვნელობით ენერგია ვიგულისხმე. ხო, მე რაღაცა უფრო ინსპირირებული რაღაც ეგეთი იმაში წავედი რა. კაი, ოკეი. მოდი ვიმჟელოთ. კოსტას ვინაიდან ჯიმი უწევია, მე ეჭვებიან მაგ კოსტასი არანაირი, იმიტომ რომ კაი, თემა energized, იდეაში დარბაზში უფრო იღლები, მაგრამ იღლები, მაგრამ ვარჯიშისას მაგას ვერ გზნობდი და თქო იღლე ვარჯიშისას ხოძზე ხარ და ენერგია. ხოძზე ხარ ვარჯიში რაღაცა წონილია წიე რაღაცა. ოკეი, კაი. დამატებდი ერთ რამე. ბიჭო, არა მარტივია ჩემი, აი თქვენი მაინტერესებს და შენი ხო მაინტერესებს ბაზარი არაა, გეთახმენ, მაგრამ მაინტერესებს. იმის მაინტერესებს საოცრად ხოროწყუში გახდება რა ის. ხოროწყუში ყველაზე კარგად გრძნობ თავს რა. აი energized, არა, აი აღფრთოვანებული ვარ მანდ, იმიტომ რომ რა მთებია, მდინარეა და მანდ ბავშვობას ვატარებდი მანდ. ნახე, შენ თქვი რომ გიომ როგორ თქვა, ისე გავიგეო, ხო და ეთანხმე წერა. ხო. ხო, რაღაცა აი აღმაფრთოვანებული. ხო, ხო. ხოროწყუში რამთამარ გაფრთოვანა, ან სვანეთში ხარ ნამყოფიდან. არა, ეს უკვე საფხულობით ეს ჩემი ბავშვობა არის, ბებია და ბაბუას ჩადიოდა მანდ რა. საფხულობით ბავშვობას ხო არ არის? სხვა არის ბავშვობა ამისი, მაგრამ საფხულობით ნახე, იქიდან რომ ჩამოვდიოდი, ერთი აი რაღაცა სისველე სიბოროტე, აი რაღაც სუდი რაღაცა რა. სიცივე. განმარტება სისველეში ნესტი უნდა და ეთქვა. ალბათ. ხო და აქ რო ჩამოვდიოდი საფხულობით, თან ეს არისო ყოველწლიურად არისო. აი იშვიათად ერთხელ ან 3 წელიწადში ერთხელ და ყველაზე მაგარი ბავშვობის ის მაქვს რა, ემოციები, ყველაფერი აქედან მაქვს. გავიგე, იდეალური პასუხი არის. გეთახმების ასო. მე შეშიც არ მეპარება უკვე ეჭვი. მაგრამ მე დავჭიქა მე აქ. ეგაა პრობლემა რომ უკვე ჩემში კორჩები ვიდანერჩვს. ჩემი პასუხი. მე ჯერო შენი. ჩემი იდეალური პასუხია. მე რო დავწერდი ეგეთი პასუხი. ხო, შენ რო დაწერდი ეგეთია. ხო, მონაკოში როცა სიმდიდრეს ხედავ, მანიტელს. ხო და აი Succession-ის მელოდია, ბაზარი არ არის, რაც უყურეთ უეჭვარი თუ Succession-ი არ გაქვთ ნახე. Approved. მარტივად რა, мотиваციას მაძლევს ეს ყველაფერი, ენერგიას მაძლევს და მინდა რომ არ გავჩერდე. აი ჩვენი პასუხები ისეთია რა რაღაცა. ხო. აი ამისი ხო მაგრამ უყურე ისეთია აი პირდაპირ გაგები. მე ხა ისე მაქვს აქ ეჭვი. ხელოვნური ინტელექტი როგორც დავამუღამე, ძალიან მიახლოებულ რაღაცებს წერს და მე მგონია გიოზე ინსპირაცია საიდან იღებო ხო არ ეწერა. საიდან ვიღებ ინსპირაციას მონაკოში როცა მოვუწევ ანუ ხო, ინსპირაციას იმის რომ აი ეს ნახე რაღაცა შენს მიზანს ხედავ და ინსპირაციას იმის რომ იდეა და მუზას კი არა. იმის ინსპირაციას რომ იქ იყო შენ ცხოვრებაში, იქ მიხვიდე რა.
გაიგონიანდე. ნუ მონაკოში ცხოვრება არ მინდა, არ მოვიცი. არა, მონაკო, არა, ხო ვიცით რაც ვიგულის. გავიგე, ხო. არის ეგეც ვარიანტი, მაგრამ მე უფრო სხვაგან წავედი ხა რა. თულია. მიშას ჩხოროწყუ მეეჭვებ, მაგრამ მიშა. მიშა. სადამ გეჭვება? გოგონა მიშა ხვდები რა. ბიჭო, იმიტომ რომ ვერც ინსპირაციას მიიღებ ჩხოროწყუში. გავლით. გავლით ვერ გაიგება. არა, მიშა. აი, არავისგან გამიგია საქართველოს ჩამოსული ტურისტის გაგონი ჩხოროწყუა ძმა. მე არ ვარ მიშა, ხვარამის გაიძახა. როგორც ტურისტი, ყველაზე მაგარი ადგილია ჩემი აზრით სვანეთი. ხო. როგორც ტურისტი. მაგრამ ჩემთვის და ჩემი ბავშვური ემოციები რაღაცები სულ ამ ადგილთან მაკავშირებს. ბაზარი არა. მაგრამ მარტო ჩემი ბებია და ბაბაოს ხო, ხო, თავისთავად. ანუ რაიონის ცენტრი და თუ ვაფშე რაიონი არ არის, ხო, ქალაქია. მაგასთან ვაფშე არ მოკავშირებს არაფერი, რა. მაგრამ აი, გავიგე. მე შენ სულად მოგყვები და ლოგიკურია რა, ბავშვობის მოგონებები ესა ის. კაი, მოდი ბევრი საუბარი არ გვინდა მაინც. 3 2 1 კოსტა. და მოდი ვნახოთ ვინ იყო იმპოსტერი. დავაჭიროთ აპლიკაციაში იმპოსტერის გამოვლინებას. ისე და იმპოსტერი იყო გიორგი. და შენი კითხვა რა იყო? ის რაც მე ვუთხარი. ინსპირაცია საიდან იღებო? უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის. გომარ მე საუბარში ვთქვი ეგ. ენერგიაიზდ განმარტე როგორც. ბიჭო, უყურე. ეგრე აგვიქვი მეთქი რომ დროების წინა მოდი სეზონი 1 დავარქვა. ხო. წინა სეზონმა მე მასწავლა ერთი რაღაც. რომ გიორგი შეიძლება სახლის გზიდან დაიწყოს თამაში. მე მომწონს ჩვენი აპლიკაცია როგორც ართმევს თავს. შენ ისაპიარებ რა ვიცი. ხალხი გონება რომ გვიხდიან ამაში ფულს. ვინ გადაგიხდი? ლოდი. ჩვენ შევქმენით რა, ვინ გადაგვიხდეს. მაგრამ ლოდი დაგვიკავშირდი. ისე ანთროპიკი. ლექსი არენა. თბილისი დინამო არენა. დინამო არენაზე დინამო სპაიერის თამაში კეცბაიას პირველი თამაში იყო. ეხლა მოდი მოვისმინოთ თავარი კითხვა. მე რატო აგვიქვი სხვანაირად? აი რა საჭირო იყო დაკონკრეტება. ბოლოს კონცერტზე სად იყავი მოკლედ? ლაივ კონცერტზე. ლაივ კონცერტი. სად იყავი, ხო? ხო, ბლექსი არენაზე. მე დინამო Guns N' Roses-ის კონცერტზე. შენ ეს მაიამი ფერადი თალაშადი. რა სიმღერით გამოვიდა თუ რა? ხო, ისა იმღერა, ეგეთი სიმღერა. ბიჭო, აი ცი ასე ხვდები. We are the world. We are the champion. ის რაზე მეშლება ნერვები? კითხვა მქონდა ასეთი რა, ეხლა პირდაპირ ვიტყვი აზრი არ აქვს. სად უყურეო ბოლო სპორტულ იმასო რა? მოვლენასო რა. ხო, შემეძლო დამეწერა დინამო თბილისი. მარტივად. ის დაკონკრეტება რას? დინამო არენა დამეწერა უბრალოდ. რა საჭირო იყო ეს დაკონკრეტება, კეცბაია და რაღაც. რა ვიცი. აი მარტივად მოგაწომა მოგატყუებდით, რომ აი Kanye West-ი რაღაცას ვიტყოდ. ხო, ბაზარი არა. შენ ხო Kanye-ს პონჩი დაწერია. ხო, და ეგეც მაგას იტყოდა და ლოგური იყო. თან ბოლოს ეხლა იყო 4 დღის წინ. ამასობაში ჩვენი არქის გამოწერა. ანდაგუნცოთ. და თუ ავალთ ჩვენი. სად? ოსტა მიდი ასეთი კომუნიკაციის ნაწილი გქონდა მეგონა. სადმე თუ ავალთ? თქვენი დამსახურება. YouTube. ბოლო დროა HBO Max-ი. მე გოგო. ნახოთ ახლა მთავარი კითხვა რა იყო, რომელ სტრიმინგ სერვისს იყენებ ყველაზე ხშირად ბოლო დროა? სტრიმინგ სერვისი არის YouTube-ი? არა. აბა არის. YouTube-ის სტრიმინგ სერვისი თუ ვიდეო პლატფორმაა? ვიდეო პლატფორმა, სტრიმინგ სერვისი არ არის YouTube. სტრიმინგ სერვისზე პირველი YouTube-ი რომ მოგდის თავში, ესე იგი ვატყუებ. ან YouTube-ი მომივიდა მეც თავში, მაგრამ მე კაკრას მაგაზე დავფიქრდი, რომ ეს სტრიმინგ სერვისი არაა YouTube-ი. აბა რა არის? მე სტრიმინგ სერვისი ვაფშე პირველი Twitch-ი გამახსენდა, მაგრამ მე არა, Twitch-ი ხო, მაგრამ Twitch-ი არის იმენა სტრიმინგი, ანუ პირდაპირ მნიშვნელობის სტრიმერი. იცი რა, სტრიმინგ სერვისზე პირველი მე Twitch-ი გამახსენდა. მეც. ხო, პროსტ. მე მეთქი YouTube-ი თქო და მე არა YouTube-ზეც არა. ხარებელი ვარ 20-ში ერთხელ. მეც. აი, რატო არ მოგივიდა Netflix-ი თავში ან რაღაც ეგეთი? Netflix ვაფშე არ ვუყურებ, ჩემი აკაუნთით დავბლოკე. ვაფშე არ ვუყურებ. მე დღეს გავაუქმე ზუსტად. Prime-ი რომ მქონდა და The Boys რომ ვუყურებდი. დასრულდა და გავაუქმე და ის ნახე, რა ქვია მაგას, Noir Spider-Man. როგორი იყო ეს? საოცარი. მართლა ბოლომდე უგახვედი? კი. შავ-თეთრში უყურე სრულად? სრულად არა, 2 ეპიზოდს ვუყურე ჩვეულებრივად და მე დანარჩენი 6 ეპიზოდი ვნახე Noir-ში და საოცარი სერიალი. ძალიან მაგარია, მაგრამ მეორე სეზონში გაგვიждდება. მართლა? კი. როგორც ყველა სეზონი გვიждდება. არა, ყველა არ გვიждდება. ყველა გვიждდება. სამფოკარ სამაშე. მეორე, მესამე, მეხუთე. კაი, ნუ ბოლოს გავგზავნა. ნუ ბოლოში მე7 და მე 8 გაფუჭდა რავი. Noir-ი არ იქნება ბევრი სეზონი. კაი, კოსტა შენ თუ წელი. მე ვიყენებ, მაგრამ მე გოგოს უფრო ხშირად ვიყენებ, იმიტომ რომ უფრო ფილმებს უყურებ, მე ვიდრე სერიალებს რა და შესაბამისად მე გოგო ჩემთვის უფრო მოხერხებულია. აი მაგალითად ამ შაბათ-კვირას
უკვე მეასედ ჩავუჯექი Force-ის franchise. მოიცა მეგობო ის არ არის რომ მაინც უნდა გადაიხადო ნორმალურ ფილმს რო უყურო? კი. ხო, ეგ მაშინ მეც მაქვს ერთ ნახევარწლიანი, просто вообще არ ვიყენებ საერთოდ. იცი რა, სიმართლე გითხრა, 10 ლარი რა, რატომ ეჭრება? ყოველთვის ვერ ხვდები მაგ მეგობრო. ხო, რა, ბაღამი რა არის. ფილმს შევდივარ ყიდულობ და რატომ ეჭრება, მაგრამ არც ვაუქმებ, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება. ბიჭო, ბევრი ფილმი გვაქვს ჩვენ უკვე ნაკიდი მათ. ხო. მაგრამ ნახე, მე ამ პლატფორმაზე ვუყურებ ბავშვი ყველა ფილმს. შენ იცი როგორ? ეს როგორ? ამას ხო იცი როგორ რაღაცას უყურებს? აი, ეული ადამიანები ვარ, მეგობრები რო არ ყავ, რა? ასე ჩართავს ერთხელ შევესწარი და შოქში ვიყავი. ვიღაც იუთუბერი არის რა. რომელიც ფილმს უყურებს თვითონ სტრიმერია და ახმოვანებს რაღაცებს და ეს უყურებს იმ იუთუბერის რეაქციებს. ხო და ბარემ ფილმსაც უყურებ. და ყველაზე კარგი მომენტებია უკვე ჩასმული და რა თქმა მაგის ანუ თან ისეთ ფილმებს უყურებ რომ ნანახი მაქვს. ხო, დღეს დილით უყურე იცი რა First Player Ready to Ready Player One. ხო. და გამახსენდა რომ მაგარი ფილმი ყოფილა. მაგრამ მომწონს ეგ. ხო და აი YouTube-ს ვიყენებ სულ რა. მეც სულ ვიყენებ YouTube-ს, მაგრამ თითქმის არაფერს არ streaming service-ში არ ჩავთვალე, თორე YouTube-ი, კაი, იმპოსტერი ვინ. მე ვიტყვი ერთ მოკლედ რა, ბოლო დრო HBO Max უზივარ რა, რაღაც სერიალს უყურებ და მაგით დავწერე რა. და ალბათ ამასაც გავაუქმებ. ეხლა რიკი და მორტის ახალი ეპიზოდები იდება, ეგეც მორჩება და ამასაც ალბათ გავაუქმებ, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად არაფერი რა. და თუ რამე გამოჩდება, მე დავუბრუნდები ან Netflix-ან რომელიღაც. მე იცი რა მაინტერესებს, ერთი კითხვა მაქვს. ამასთან კავშირში არა, ну თითქმის არის რა. არ არსებობს ეგეთი ერთი პლატფორმა, სადაც ყველა ის არის რა, ერთი პირატული. ფიზიკურად კი პირატული. მე მიჩვენია გადავიხადო ერთი, მაგრამ ყველა მქონდეს. და პირატული. კაი, მოდი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ. რა, მე მიშას მე მაინც მოდი კოსტას მივცემ ხმას, იმიტომ რომ ჩემთვის მეგოგო ცოტა მთლად სტრიმინგ სერვისში არ გადის რა. და YouTube-ი უფრო გადის სტრიმინგ სერვისში, ვიდრე მეგოგო? იცი რა, YouTube-ი რატომ გონია, იცი? იმიტომ რომ პირველი Twitch-ი ვიფიქრა ამან. მეც Twitch-ი ვიფიქრე პირველი. მეც ვიფიქრე პირველი. მე YouTube-ი ვიფიქრე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სტრიმინგ სერვისი არა, მეგოგო დავწერე. 3 2 1 კოსტა. კოსტა. მე მიშა. მოდი ნახოთ აბა, არ თქვათ არავინ. მიშა. რა სულელი ვარ. მე სულელი ვარ ჩაოლებერ. მიშას კითხვა რა იყო? რა რომელ მუსიკალურ აპს იყენებო? YouTube Music-ი უნდა დაგეწერა. ბაზარი არა. რატო ვატყუებ? არ მაქვს music YouTube-ზე ვუყურებ და კოსტამ მითხრა ერთი თვის წინ რომ ეგრე არსებობს music-ი. What? ხორცი. ომლეტი. ლოდი. კაი, კითხვა გქონდა რა იყო? რა საჭმელს ჭამ ყველაზე ხშირად? ლოდი საჭმელია. კი. კარგი ლოდი საჭმელია. კარგი ლოდი საჭმელი. ეს დანაჩანგით გაჭრი გემრიელად? არა, საჭმელი დაგეჭა. სუფი რა, სუფს ჭირდება ის დანაჩანგალი? ანუ ლუც კოზით, ჭამ. კოზით არა, просто. ასით. ხო, როგორც ასში ასხალუც. ანუ კათხაში მოაგდა შეთასში ასხა. და ზოჯირას ასე. ხო, ჩემი დამახსოვრე. თუ ათაშორეს ხო ეხა რო ვიყავით რა, ოზისთან რო ვიყავით. აი ესე, ასე სვამდა. კაი, ამ ილაპარაკე რამე პროსტა ის. თუ გინდა თქვი, რა ვიცი. ისე უბრალოდ მაყურებელს მიმართე. ხო, მაყურებელს მიმართე. საყვარელი ადამიანები მოიკითხე და ამ შემდეგ. ვიტყვი რადიოში თქვი, რომ ეს სიმღერა გავუშვით. უძღვნი ამას და ამას. დუალიპა იცით რომ გათხოვნა? მიშა ძალიან ტრაგედიაში არის რა და თქმა. ყველაზე ცუდი იცი რა არის? იცით? არ ვიცით. რა თქმა იქნება ჯერ ერთი კონცერტი ვერ ექნება 2026-ში, იმიტომ რომ თავისი ქმარი ვითომ მსახიობია და ეს უკვე ვითომ მსახიობია მაგის ქმარი. იმ არა მაგის მსახიობის არ გაიშვა. აჰეითებს. და მე პლუს ამ მსახიობს კალუმ ტერნერი თუ რა ჩემი ფეხებია ეს ბიჭი. სავარაუდოდ ახალი ჯეიმს ბონდი იქნება და ორმაგი ის არის თან მაგრა ევასება ჯეიმს ბონდი. ჯეიმს ბონდი მაგრამ ევასება და ეს ტიპი მაგრამ ევასება და ინტერესთა კომპლექტში ხარ იმე. ბიჭო, არა და კაი ტიპია რა სერჩია. კარგი ტიპია დუალიპას რა სერჩის აი დაანებოს თან. რა სერჩის გას დაანებოს. ხო აი დაი ცოტა გაკლდა რა. ცოტა მაკლდა რა აი ცოტა მიგეკავს. გისმენ? დიახ შეკვეთა მოვიდა. ხო. ამდენი რამ შეგერკვეთინა შეჩემა. ძლებს რომ. შავი კარები ხო აქვს ჩვენსა და ნაცკისფერი კარები აქვს. გადახედო. გადმოგხედავ ერთი წამი. თავის სახში ხარ შეუგვეთ. უი ხო? ამოვდივარო? აგერა. ხარ შეუგვეთ. ერთი წამი ბურგერი. ერთი სამი ბურგერი? ერთი წალი ბურგერი. შედენ შევგასე ბურგერი. ფიტმილიდან. აი ბურგერიც აქვს უჭო? არ იცოდი? ყველაზე მეტად ეგ მევასებაში. მაგარი ნეიჩი გამოგივიდა და გავშერდით ფიტმი
მიდი თუ რა არის ჩემი. ეგ არის. გიბრიელია? ძალიან კაი, აი ვაფშე ვერ შეატყობ რო. ცივი მოდის? არა, ცხელი მოდის, ფოლგაშია. აი, იგივე რეკლამა მევასება. რეკლამა რო ყოფილიყო ეგ. კაი რეკლამა. ჩავსვათ თოგი. რა ჩავსვა. თვითონს არ უნდა რამე დავასპონსორო. საჭმელი. საჭმელი მაინც დავასპონსორო. დილით გვაჯამეთ გამოგიგზავნა. ქობულეთში ლურჯ ბრეზენტიან სონებში. აი, მიშა თქვი ერთო. მიდი. თქვი. მიდი. არა, შენი ჯერი. მიდი არა. თქვი, ნო, თქვი. ო, ცოტა გადავჭი. შარი ჩხოროწყუს ფეისი აპირებს. მეგონი. ხორწყო დამიკავშირდი. სახში. მოდი ნახოთ თავად კითხვა რა იყო. ჯანდაბა. სად ატარებდი ზაფხულს, როცა ბავშვი იყავიო? სახში ვატარებდი ოჯახთან ერთად. სად ვიქნებოდი სხვაგან? ოჯახია ჩვენ არ გქონდათ. არა და აი ეს კითხვა რომ მომსლოდა. ამას დაწერდი. ამას დავწერდი. ქობულეთში მაგ ბრეზენტიან იმაში სონიერს ვთამაშობ. სონებში. სონებში. სონებს ვეძახდი. და სანდაკან პენტიუმ 4-ს ვთამაშობდი. ხუთის ნაწილებს. ხუთის ნაწილებზე და რა კარგი იყო რა. აბა. და ერთელარა თამაშობდი 1 საათი. 50-ნახევარი საათი. ბაზარია და ყოველთვის დაგიმატებდნენ თუ არ მოგჭანილი თუ არ იყავი თამაშს დაგიმატებდნენ საათი გაცილს. პირველიდან 6-მდე 5-მდე მანდ ვიყავ. მილენიალები ვინც გიყურებენ დაგვიწერენ. ყველა მიხვდება. ჩვენც მანდ ვიყავით ძმებოდა. ხო, ანუ არა კონკრეტული ქობულით საჭირო შეიძლება? ხო. მიშა ეს ჩქორწო გავიგეთ უკვე, ხო? და რა. და ჭამე ჰილარდს. არა, ეგ გომს. ხორწყუში ცხოვრებაში არ მიჭამია ალბათ ელვარჯი. რატომ? მე ეგრე მახსოვს. შეიძლება ვცდები. წამოიხარე, თვისოლა წავიდეთ სად? ხორწყუში. მე ჩემთან წავიდეთ. დავით. ნუ კარგავ ჭამოთ. კაი, აზერი არ აქვს. მე ვიყავ იმპოსტერი, რა თქმა უნდა. რა იყო შენი? ჩემი კითხვა იყო ახალ წელს სად ხვდებოდიო? კარგი მოკლედ, ახლა ვთამაშობ სიმართლე თუ მოქმედებას Brain Blaster-თან ერთად, რასაც წინ ეპიზოდში იყო და დავტესტოთ, აბა. მე დავიწყო? ხო. და შენი არის მე ვირჩევ, მოდი აქ უფრო მეტი სიმართლე გვიდევს ვიდრე მოქმედება და მოდი სიმართლეს ავიღებ. აჰა, აი შუა იყოს. ისეთი რა გაგიკეთებია, რის შესახებაც არავინ იცისო. და ბოლო დონია. უცამჟავია ბიჭო. Till eternity later. ეხა იმ მაშინ რომ მანქანა ვიყიდე. თქვენ რო არ იცოდით. ხო იყო ეგეთი რაღაც. არავინ არ იცოდა. სანამ განახებდით. ხო შეიძლება არავინ არ იცოდა, არა, ვინც მოკრიდა იმან იცოდა. აი იცი ვაფშე არაფერი არ არსებობს რა. ხო ვიღაცას ეცოდინე. შუმა რო არ იცოდა ისეთი. ეგეთი მარტო კაცის მოკლაა და ისიც მკვდარია. ხვდები? და ისიც არ ითქვის. Skype ჭამ. ნიკოს დაატირე. აუ ეს ატო სხვა რო ჭამო. ძალიან მჟავია ბიჭო ეს. მეხუთე დონე არ გინდა ხა ეგეთი არ მოგივიდი. ჩემი არის მოქმედება. მიეცი გვერდით ჯდომ მოთამაშეს. დასვენ. უფლება. შენს ბოლო მესიჯს ნებისმიერი ემოჯით უპასუხოს. იდი. მომეც. ბაზარია. ჩემი ჩატი არ გახსნა ფეხებზე გიდია. მარტო ემოჯის გაგზავნე სულ ფეხზე აქვს. ეს ბოსტონლები სად არის? კაი, ჩემი ჯერი. მიდი. მე ვიჩა. აი სიმართლე. ეს თუ ჩერდება სხვა. ბოლოს ვინ დაგოუსტე? კაი, ვინ დაგოუსტე ბოლოს? აქ იგულისხმება გოგო, ხო იცი? ხო. შენ და გოგო დაგოუსტე. პირიქით იყო, მაგრამ კაი, თქვი ვინ დაგოუსტა ბოლოს? არა, მოიცა, მეც ვიღაც გჯეტა 90-იანი წლებია. ვინა. просто გოლი ბავშვი იყო, მე არ შევსულა პროფილში. ეგ აქ. არა, დაგოუსტე просто ანუ არ მიწერია ფეხებზე გიდი. ხო. აი ამოგწერეს, ხო კი. მიშა, მაგრამ მიყვარხარ. ფანი იყო იქ. ფანი იყო просто დაგოუსტე. ანუ I'm sorry რა, girl. ეს გამოსტერებული არ არის. სადაა ჩემი ტელეფონი? ეგდია ეგ. ანუ 18+ წელი მარტო. არ მინდა შარში სადაგ მე ჩემი ისინი რომ დადონ. კაი. ორივე, ბიჭო, ეს ორივე მარტო მე რატო ამომდის? გვაჩვენე ბოლო 10 ფოტო შენი გალერეიდან. საბედიეროდ მახსოვს ყველა ბოლო 10 ფოტო. ეს ყველას უნდა ვაჩვენო თუ მარტო ჩვენ მოვუყურებთ მან. რაფერი ეს? უი, რა კარგია. რა კარგია. სკრინი. სცენარები. სცენარის სკრინი. ეს ჩვენ. ხო, ნუ არაფერი ისევ ჩვენ. სკრინი.
აქ ანალიზის პასუხი 1 2 3 კაი, 4 გავიგեցო. 6 7 8 9 10 აჰა ანალიზის პასუხი არის ოკეი. ყველაზე რებელური აჩაგიდენია, რატო რა? ყველაზე რებელური ჯერ არის რებელური რა. ანუ გეტყვი აგიხსნით. განმარტება ეხლა სიტყვათა ლექსიკონი რებელი. სულ ხანს ამას განმარტები. ბიჭო, რებელური არის აი წინააღმდეგობრივი, გაიგე? აი მაგალითად 15-16 წლის ასაკში, გარდატეხის ასაკში რო იწყებენ ხოლმე რომელიღაც სუბკულტურაში. ეგაა, ანუ რაღაცა წინააღმდეგობა ზოგადი სოციალური კულტურის მიმართ, რა. ანუ შენ რო გზელით მიდარბოდი და ხალხს რო ამაზე ვიძახი. აი ეგაა რა, ყველაზე წინააღმდეგობრივი რაღაცა ისე თან თავისუფალი, თან წინააღმდეგობრივი რა. ყველაზე რებელური. ეგ გზაზე გადამირბენია. იყო ჩემი რებელა. რებელა ვარ. აი, შევჭამ ხო? არ გქონდა არაფერი ისეთი? ანუ შევჭამ რა ვიცი, აი დებილობა მექნებოდა ხო ვიცი რა. ჩემი არის მოქმედება. სულ მოქმედება მაქვს, რაუბედურება. მე გავიხე. რენდომ ადამიანს მიწერე, მე ვიცი შენი საიდო. ოპა. რენდომ ადამიანს რას ქვია? ანუ ვინ მირჩევს? ვისაც იცნობა. ხო და ვინ მირჩევს რენდომს? მე მივწერე. აი ნახე, გახსენი WhatsApp-ი ან სადაც წერ ხშირად. ჩასხვრელი და გააჩერე. აი ეს ჩასხვრელი და გააჩერე. ეს იქნება რენდომი. მიდდავай. და მე თუ მინდა ჭამე. ანუ თუ ისეთი იქნება ვინც რა მოგეწონება. კაი. არა, მე ვიზა მოყურე. აი ეს. გაჩერწას ეს როდინდელია შეჭათვახო შე. ზელია შეჩემა 5 კვირის წინანდელია დაბადების დღე მიულოცე. აუ nothing special. გაჭამე. ოჰუ იში. აი შევჭა. ამას დაკატავს ეს თვითონ. აუ გამჟავეა. სამჟავია. რაჯა მის მეხუთე? ხო. ეს კარგი იყო ძალიან მე რაც ვჭამე. არ იყო ეგეთი მჟავე. მოქმედება გაქვს. მიდი ამოიტანე. გადაუწიე ხელი შენს მარჯნივ ჯდომს თუ ვერ გადაუწევ წააგე. წააგე. კოსტას უნდა გადაუწიო. შენს მარჯვენა კოსტა. აი, კოსტა მოდი დაჯექი. მე რა ვინც წააგებს? ის ჭამს. ვინ წააგებს რატო ამის არა, თუ მოქმედება? ვერ გადაუწიო, ჭამ, მაშინ შენ მოიწე ჭამ. კოსტა. მოიწე. ვემზადებით ბიჭებო? თქვენ შეგიძლიათ კაცობისთვის 1 2 ოპა. მიდი. არ გააკუჭე. აი ძლივს. ეს მოგი თან პლუს კოსტა ის არის. ბიჭო რა მარჯვენათი ვერა. ხო, მარჯვენათი. ყოჩაღ. რაღაცა უფლისუნი დადგა. აა მართლა. კაი, ჩემი ჯერია. აი მოდი ჩემი და ჩავხუროთ. სიმართლე მიდი. სიმართლე გამოუშვით. აბა, ვის დაურეჯექტები ხარ? რავი, ამდენი გინდათ. ბევრი იყო აი. ბევრი იყო რა. თუ მინდა ქრონოლოგიურად დავიწყე ბავშვობიდან. ბევრი იყო. სახელების თქმა არაფერს არ მოგცემთ ეხლა. ხო, ანუ ცოტა ისეთი კითხვა, ვის რავი გამშრობა. ბევრს ხო რა. კაი, მე თუ მინდა შემდეგი იყოს ეს თუ აი, მიდი. რისი ფობია გაქვს? ხო, ოკეი. ასე ფობია? ისი გეშინია, აი, ძალიან. მარტოობის. სიმართლეს ხო გეშენია? რატო გაიცინე? მასე იძახდი შენი არა, უყურე ეწამს. მაშინ სიმაღლეც კი არ მეშინოდა. აბა? მეშინოდა იმის რომ დედაფეთქებული მე მეშინია, კაი ვიტყვი, ატრაქციონების. ხო, ანუ სიმართლეს გეშენია. არა, სიმაღლეც არ მეშინია, ატრაქციონები. მანქანებით რო ეჯახები? არა, აბა 50,000 საქმეზე პროსტა გავიყურები, აი იმნიდან მეც არ მეშინია. ხო, მაგის არ ეგრე მეც არ მეშინია. მაგრამ ეს ზემოთ რო ხარ ასული დედაფეთქებული და როიც ვარდები, მაგის მეშინია, კი. ხო, მაგის ეგეთი მეშინია. ატრაქციონი. ფობია გაქვს? ვერ დაჯდები რო ვერა. ეხა აი დისნეილენდში დაჯდა ეგთხელ და იმენაცივი ოფლიას ხავდა. მოგდი მაქვს. მაგრამ ეხა დისნეილენდში რო ვიყავი? რაღაც ძალიან Mountain Space თუ რა ჯანდაბაცა. მაგაზე გაუძიელი რა, ასე თუ ისე რა. ხო, ნუ მოკლედ მეტნაკლებად სიმაღლეში შიგა. ხო, აი ასე თუ ისე რა. კარგი, ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა და ჩვენ დაგიბრუნდებით ძალიან მალე და ამასობაში იმედია. გამოიწერთ არც, დალაიქებთ ამ ვიდეოს და მკითხვებსაც გამოგიგვანეთ. რატო ეიაზვები? რატო? პრობლემა. ძალიან პრობლემაა და გამომწერე თან ძმა. იქ ვიღაცა დააგოუსტე. ეხა კიდევ რა ვიცი რა. ბოლოს დააკლა, ხო გაიგე. ხო, ამო მიცუნცულებ მაგ გამომიმაცა რა. აი ის მაჭამეთ რა. ჭამაზე როგორ ხარ? სუ ჭამაზე. ეს რაღაც ძალიან გემრიელი ეს მოთხოვნა. კარგი ის. მე შევჭამ კაკრას. ეს მომეწონა რა. ზოგადად ძლიერი უნდა გადატეხო რა. მაგრამ გემრიელია ძალიან.